ჩინეთის გარეშე რუსეთის საომარი მანქანა მკვეთრად შენელდებოდა, ან შესაძლოა გაჩერდებოდა კიდეც. რუსეთის შესაძლებლობა უკრაინაში აწარმოოს ხანგრძლივი ომი ახლა ფაქტობრივად პეკინზეა დამოკიდებული და პუტინისთვის საბედნიეროდ პეკინს არ აქვს ინტერესი რომ ომი სწრაფად დასრულდეს. ჩინეთი საკუთარ სტრატეგიულ უპირატესობებს ხედავს. კონფლიქტი აჩქარებს პეკინის ექსპანსიას ცენტრალურ აზიაში რუსეთის ხარჯზე. ამავდროულად გადააქვს აშშ-ს ყურადღება და რესურსები ინდოწყნარი ოკეანის რეგიონიდან. 2022 წლის 4 თებერვალს უკრაინაში შეჭამდა სულ რაღაც 3 კვირით ადრე ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა პეკინში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელთაც გამოაცხადეს შეზღუდვების გარეშე პარტნიორობა და თანამშრომლობა აკრძალული ტერიტორიების გარეშე. პარტნიორობა მართლაც გაღრმავდა, მაგრამ თითქმის მთლიანად პეკინში და არა მოსკოვში შემუშავებული პირობებით. ასეთი უზარმაზარი ბერკეტით, რუსეთის ეკონომიკასა და საომარ მანქანაზე კონტროლით, ჩინეთი ახლა მას საკუთარი მკაცრი ინტერესების განსახორციელებლად იყენებს. მოსკოვი ასიმეტრიას ეთანხმება, რადგან მას მანევრირების მნიშვნელოვანი სივრცე არ აქვს. ციმბირის ძალა 2-ის გასცადენთან დაკავშირებული დაუსრულებელი შეფერხებული მოლაპარაკებები ჩინეთის დომინირების კიდევ ერთი მაჩვენებელია. ეს პროექტი რუსეთისა და გაზპრომისთვის ეგზისტენციალურია. ის გადაამისამართებს იმავე დასავლეთ ციმბირის გაზის საბადოებს, რომლებიც ოდესღაც ევროპას ამარაგებდა და დააკავშირებს მათ ჩინეთის ბაზართან. მოსკოვისთვის ეს სტრატეგიული სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ერთადერთი გამოსავალი მისი გაზის ინდუსტრიისთვის ევროკავშირის დაკარგვის შემდეგ. თუმცა პეკინი არ ჩქარობს. ის განზრახაჭიანურებს მოლაპარაკებებს, რათა რუსეთი აიძულოს დათანხმდეს უკიდურესად არახელსაყრელ პირობებს. მედიის ცნობით ჩინეთი ითხოვს ფასებს, რომლებიც რუსეთის შიდა სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ ტარიფებთან აახლოს. ის ასევე ეწინააღმდეგება მოსკოვის მიერ სასურველ 20 წლიან კონტრაქტს და ამის ნაცვლად გაცილებით მოკლევადიან ვალდებულებებს მოითხოვს. ეგრეთ წოდებულ შეზღუდვების გარეშე პარტნიორობას კიდევ უფრო ძირს უთხრის ჩინეთის რუსეთში ინვესტიციების ჩადების სურვილის არ ქონა. მიუხედავად იმისა, რომ პეკინი სიამოვნებით ვაჭრობს მოსკოვთან, ის გაცილებით ნაკლებად არის მზად იგი კაპიტალის დაბანდებაზე. რუსეთის მონაცემები პირდაპირ უცხოური ინვესტიციების დრამატულ ვარდნას აჩვენებს. მთლიანი პირდაპირ ინვესტიციები 2021 წლის ბოლოს დაახლოებით 500 მილიარდი დოლარიდან 2024 წლის ბოლოსთვის მხოლოდ 220 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. და კრემლის მოლოდინების საწინააღმდეგოდ ჩინურმა კაპიტალმა ეს ხარვეზი ვერ შეავსო. როგორც გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნული, ჩინური ინვესტიციები რუსეთში ყოველთვის მოკრძალებული იყო, მაგრამ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან არც ერთი ახალი მსხვილი პროექტი არ დაწყებულა. პეკინისთვის რუსეთის არასტაბილური სანქციებით დაფარული ეკონომიკის გრძელვადიანი ზემოქმედების რისკები ნებისმიერ პოტენციურ სარგებელს აჭარბებს.